20 ნოემბერს მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ფოთში ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება. APM ტერმინალს ფოთის ინფორმაციით დაგეგმილი საქმიანობის მიზანია ფოთში ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია. მათივე ინფორმაციით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის სააგენტოში წარდგენილია დოკუმენტაცია ახალი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მისაღებად. შეხვედრაზე საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება ექნება დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უშუალოდ პროექტზე მომუშავე პირებისგან მიიღონ. ფოთში ახალი ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობას, რა თქმა უნდა, პოზიტიური გავლენა ექნება როგორც ქალაქის, ასევე რეგიონის განვითარებაზე და იგი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. გაცნობებით, რომ ამ ეტაპზე დასრულებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლა და აღნიშნული ინფორმაციის საჯარო განხილვა დაგეგმილია 20 ნოემბერს. შეხვედრა 20 ნოემბერს 15 საათზე დაიწყება.